სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალოდა მასაზე. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353 მუხლის პირველი ნაწილით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით და სასჯელის სახით და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ, ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციეთში. შესაბამისად, ბუნებრივია ესეთ პირობებში მოსამართლემ ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციაზე თავდასხმა. რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთგვარად ნაწილობრივ შეფასებული იქნას მათ შორის პოზიტიურადაც, ბუნებრივია ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება ეს ვთქვათ შედეგი. ვინაიდან როგორც კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან კარგად ჩანს ვიდეო კადრებში, თუ როგორ ურტყავს პოლიციელი შეკრულ მუშტ სახეში ანატოლი გიგაურს და სულ 2-3 წამში უკვე გიგაური ახორციელებს იმ მოქმედებას, იქნევს ხელს პოლიციელის მისამართით, შესაბამისად იგერიებს მას. ანუ ბუნებრივია, რომ იგი იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.